ბავშვებო, გაჩერდით. გინდათ გასწავლოთ ანბანის სიმღერა? Bugutu evuzutu asevitspet anbas Nikolomunu opuju kartulana banas Rısutu purkubu oşuçu Sıtıtıcı hucu Suram denit gamovida gain veret mare Suram denit gamovida dait valet Suram denit gamovida gain veret mare Ay ay titi ay ay tati Ay ay mdelo ay çemi sakartvelo Esambani saotsari tvelia soebit Iakobma daგვიწერა დედა ენა ჩვენი გაუთხილეთ მოუაროთ ქართულ ანბას დედა ენას მისი მსგავსი მისი გარი ქვეყნას სხვაგან არსად არის სულ რამდენი გამოვიდა დაითვალეთ სულ რამდენი გამოვიდა გაიმღერეთ მარე აი აი თითი აი აი თათი აი აი მდელო აი ჩემი საქართველო აი აი თითი აი აი თათი აი აი მდელო აი ჩემი საქართველო მიდი ბავშვებო, აბა მიდი. Sofia. რომელ ენაზე საუბრობ? ჩვენ საუბრობთ ქართულ ენაზე, ანუ ქართულად საუბრობთ, ხო? ჩვენი მშობლიური ენა არის რა? ქართული. ანუ დედაენა ერთია, დედაენა მერია. ჩვენ რომელი ქვეყნის შვილები ვართ? საქართველოში, ამიტომ საქართველო ერთია, დედაენა ერთია, ხო? გასაგებია. თქვენ რახან ბავშვებო ჯერ არიცით წერა-კითხვა? წერა-კითხვა რო ვისწავლოთ, ამისთვის ერთ-ერთმა საყვარელმა ძიამ დაწერა ყველაზე სამოყვარი წიგნი, რომელსაც ქვია დედა ენა. ვინ დაწერა ეს წიგნი? ოჯახ, სწორია. ყოველ 14 აპრილს აღინიშნება ჩვენი ქართული მშობლიური ენის დღე. რადგან თქვენ წერა-კითხვა არიცით ჯერ, ამიტომ მე ვეცადე ამომებეჭდა თქვენთვის თქვენი სახელები, რომელსაც თქვენ ლამაზად გააფერადებთ და თქვენ სასურველ ყვავილებს დააწებებთ. მიხეილ, გისმენთ შვილო? დააწებებთ. და გამოგვივა თქვენი პირველად თქვენი სახელის წერა. ჯერ ხო არ დაგიწერიათ არასდროს თქვენი სახელი? აი ახლა დავწერ, დავარიგოთ ახლა ეს სახელები და თუნა არ არის, ანუ ეს სანია და მე აკინძავ შენმა.